ბრალდება, რომელსაც სპორტის მინისტრს უყენებენ. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ყიფიან ზეწოლოში ადანაშაულებს. დავით ხახალეიშვილის განცხადება ფედერაციაში მოახლოებულ რიგ გარეშე არჩევნებს უკავშირდება. ამ არჩევნებს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ჰყავს: დავით ხახალეიშვილი და კრწანისის მაჟორიტარულ შოთა ხაბარელიშვილი მამუკა ხაბარელი. ხახალეიშვილის მტკიცებით ყიფიანმა ის კაბინეტში დაიბარა და კანდიდატურის ხაბარელი სასარგებლოდ მოხსნა მოსთხოვა. კანდიდატი ამბობს იმასაც, რომ ამ საუბარს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვიც შეესწრო. ხახალეიშვილის ბრალდებას უკვე უპასუხეს სპორტის სამინისტროდან. იქ ახლა ჩვენი კორესპონდენტი ლანა ბერიძე იმყოფება, რომელიც ამ თემაზე მუშაობს. ლანა, როგორი არის სამინისტროს პასუხი? საღამომშვიდობის თემთა სპორტის სამინისტროში დავით ხახალეიშვილის ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა თავად ხახალეიშვილი სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს უპირისპირდება და აცხადებს, რომ მან ხახალეიშვილს კანდიდატურის მოხსნა თხოვა, როდესაც კაბინეტში დაიბარა, სადაც იმყოფებოდნენ შოთა ხაბარელიშვილი, მამუკა ხაბარელი, ერთ-ერთი კანდიდატი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის, ასევე იმყოფებოდა ლერი ხაბელოვი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში. ხახალეიშვილი აცხადებს, რომ მას ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებში იმედი ჰქონდა, რომ სპორტი პოლიტიკისგან განთავისუფლებოდა, თუმცა ამბობს, რომ ეს მოლოდინი მას გაუცრობდა, რადგან შეხვედრაზე, რომელზეც მე ვსაუბრობ, მას უთხრეს, რომ გადაწყვეტილი იყო უკვე, რომ მამუკა ხაბარელი უნდა გახდეს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი. მას უთხრეს, რომ მესაკითხი შეთანხმებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ასევე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა ხახალეიშვილი აცხადებს, რომ მას არ ჯერა ამ ყველაფრის და არ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაერევა ამ ყველაფერში და ფიქრობს, რომ სპორტის მინისტრი და ლერი ხაბელოვი იყენებენ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სახელს. ის აცხადებს, რომ ამ პრესკონფერენციას სწორედ იმიტომ ატარებს, რომ ხმა მიეწონოს პრემიერ-მინისტრს, რათა სპორტული სამყარო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს პოლიტიკისგან. ჩემი უკმაყოფილება ვერ დავფარე მინისტრის მიმართ, პირადად უთხარი, რომ ეგეთ სიურპრიზებს არ ველოდი. შემდგომში გაჟღერდა ბატონი მინისტრისგან, რომ მე უნდა მომეხსნა კანდიდატურა და შემთავაზეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რაზეც მე რასაკვირველია არ დავთანხმდი. გარკვეული ზეწოლა ლერისგანაც იგრძნობოდა, ვინაიდან ის და მინისტრი ერთად მიმითითებდა, რომ ეს საკითხი შეთანხმებულია შემდგომ ორგანოებში და ეს ფაქტურად გადაწყვეტილი თემა არის. რომ დავინტერესდი ვისგან როგორ, აი ამ სპორტს პირდაპირ მითხრეს მათ სპორტს კურირებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ღარიბაშვილი და ეს საკითხი პირადად მამუკა ხაბარელის საკითხი შეთანხმებულია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. მე არამს არ მჯერა აი ამ ადამიანების ნათქვამის და ფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა არ არის ის პიროვნება, რომელმაც ეს ყველაფერი აი 1 ოქტომბრისთან დაწყებული ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ იგივე გაგრძელდეს თუნდაც სპორტში. ეხლა კიდე დადიან და манипуლირებენ იმით, რომ ეს სადღაც გადაწყვეტილია, ეს შეთანხმებულია, მაგრამ ჩემპიონობა და შიშირო შორიშორს დგას ერთმანეთთან, ეს ვერ გასაზღვრეს და ჩვენ რო უკან არ დავიხედვით და არავინ უკან რო არ დაიხევდა, ეს ვერ გასაზღვრეს და ეხლა უნდათ ან ჩაშალონ, ან რაღაც გააკეთონ. არ ვიცი, უბრალოდ ძალიან უკვე სუდ სახეს იღებს. დღესვე სპორტის სამინისტროში უპასუხეს დავით ხახალეიშვილის ბრალდებებს, როგორც სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე აცხადებს, აღნიშნული ბრალდება სიცრუეა, თუმცა თავად თევზაძე არ ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას. მინისტრმა კი ამ ბრალდებაზე განმარტების გაკეთება არ იცრუა, რადგან აცხადებს, როგორც პრესამსახურმა გითხრა, მისთვის ეს არის ძალიან აბსურდული და სასაცილო ბრალდება. თვითონ თევზაძე მინისტრის მოადგილე კი ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანა სწორედ სპორტის დეპოლიტიზაცია და შესაბამისად ამ ბრალდებებს ვერ გაიზიარებენ. დღიდან ჩვენი შეხვედრებისა პრესაში ბატონ ლევანის, ჩემი თქვენთან ელექტრონულ მასმედიასთან უნდა მოხდეს და ჩვენ ვახორციელებთ სფეროს დეპოლიტიზაციას. ყოველგვარი წნეხისაგან, პოლიტიკური წნეხისაგან უნდა განთავისუფლებული იყოს ფედერაციებიდან. შესაბამისად, თუ ჩვენ ამის დეკლარირებას ვახდენდით, მისი განხორციელება გვინდა პრაქტიკაში. და დეცენტრალიზაციაც ამავე დროს, დეცენტრალიზაციას გულისხმობ მას, რომ ყველა მართავს თავის სფეროს. ამ შეხვედრაზე მე არ ყოფილვარ, მაგრამ ცალსახად ვიცე-მინისტრისაგან ის კიდევ დამატებით თავის განცხადებას გააკეთებს, რომ არავითარ შემთხვევაში არასდროს არ თქმულა მოხსენი ვინმე არის საქმის კურსში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ სხვა მეტი კომენტარი ამასთან დაკავშირებით მე არ შემიძლია გითხრათ.
ნახეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში რას პასუხობს ხახალეიშვილის ბრალდებებს თავად მამუკა ხაბარელი, რომელსაც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ, არის თუ არა დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს შორის და ერევა თუ არა სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი უკვე პოლიტიკურ ნაწილით სპორტის ძიუდოს ფედერაციაში ვცლად დეტალები დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ვანა ბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.